გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატულ თეატრში ორგანიზაცია თაობა 21 საქართველოს ორგანიზებით შემოქმედებითი საღამო აფხაზეთი მე ვარ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო აფხაზეთის ომის მონაწილე რუსთაველი მეომრებისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება. საღამო პროექტის ფარგლებში მშვიდობის ელჩები მომავალი თაობისთვის გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, რუსთავის საკრებულოს წარმომადგენლები, კულტურის სფეროს მუშაკები, სტუდენტები და დევნილი საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ. რუსთავის ბატალიონი იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბატალიონი, რომელმაც ძალიან დიდი პატივისცემა, სოხუმელების დიდი პატივისცემა დაიმსახურა. ბიჭები, რომლებიც თავიდან ბოლომდე იბრძოდნენ და იბრძოდნენ ძალიან ვაჟკაცურად, ბრიგადის სარდლობა იქნებოდა თუ ადგილობრივი მთავრობა, მოსახლეობა ყველა იყო ძალიან ყვაყოფილი. და რა თქმა უნდა, ეს ადამიანები იმსახურებენ იმას, რომ მათი ღვაწლი ქვეყნის წინაშე იყოს წარმოჩენილი და უკვდავყოფილი. ეს არის დოკუმენტური ფილმი, რომელშიც რუსთავის ბატალიონის წევრები, ჩვენი მებრძოლები თვითონ ყვებიან აფხაზეთის ომში მიმდინარე მოვლენებზე, იმ გმირობებზე, რასაც ჩვენი ბიჭები იქ ჩვენი ქვეყნის დასაცავად აკეთებდნენ. ფილმის გმირების თითოეულის მოწოდებაა ომი ცუდია თავისთავად, მაგრამ მშვიდობისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.